Შეიძინებინა და არ იცი საიდან დაიწყო რემონტი. ჩვენ 5 ვიდეოთი დაგეხმარებით სწორად დაგეგმოთ თქვენი რემონტი. როდესაც ვსაუბრობთ სახლის სწორად დაგეგმარებაზე, პირველი რაც მახსენდება არის ელექტროობა. ვესტუმრეთ კავკასიის იმპორტის მიცუბიძის ფილიალს, სადაც მოგეხსენებათ, რომ უამრავი ასორტიმენტია იმ პროდუქციის, რაც კი რემონტისთვის დაგჭირდება და დღევანდელი ჩვენი ვიდეოს სტუმარი გახლავთ მასპინძელიც და თავიკაციც, ასე ვთქვათ, ოთო ფერაძე, ძალიან დიდი მადლობა ოთო. კავკასიის იმპორტში არის უამრავი სახეობის ელექტრო საშუალებები. და პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე როგორც ვიცი, არის ჩამრთველები, ხო? იქაც უნდა სადენები და ავტომატური ამორთველები. ავტომატური ამორთველები. პირველ რიგში რაც უნდა დაყენდეს უშუალოდ, როცა სახში შედიხარ და იწყებ რემონტს. მე როგორც ვიცი, არის A, B, C კატეგორიები. კი ბატონო, ხშირ შემთხვევაში იყენებენ უფრო B და C კატეგორიას. B და C კატეგორიას. ანუ გაითვალისწინეთ B და C კატეგორიის ამორთველები თქვენს ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს. შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი არის დაკაბელები. როზეტებზე აუცილებელია რომ გაუშვათ მინიმუმ 2 წვერიანი 1.5-იანი კვეთით. რაც შეეხება ელექტროტექნიკას, მაცივარს, გაზქურას, სარიცხი მანქანას, ასე შემდეგ, მაგას სჭირდება 3 წვერა კაბელი, რომელიც იქნება 2.5-იანი კვეთით. ანუ მესამე წვერი დამიწერდეს, რომ სახლში კონდეთ დამიწერება. ხდება ხოლმე შე შემთხვევაში, რომ ანუ რაღაც აბვა იზრდება და მე ელექტროტექნიკას აღჭერს, ასე რომ თავიდანვე თუ იქნებით დაზღვეულები, მაგით იდეალური ვარიანტია. ოთო, დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის. შემდეგ ეპიზოდში აუცილებლად დაგიბრუნდები და შემდეგი ეპიზოდი შეეხება სანტექნიკას. კავკასიის იმპორტი, შენი სანდო პარტნიორი მშენებლობაში.